საქართველოს დღეს დუმილით, ლოცვით და მადლიერებით ემშვიდობება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ემშვიდობება ერის სულიერ წინამძღვარს, ვინც თითქმის 9 საუკუნე მართავდა ქართულ ეკლესიას. საქართველოს დღეს ილია მეორესთან ერთად ემშვიდობება მთელს ეპოქას. სამების საკათედრო ტაძარში პრაქტიკულად ყველაფერი უკვე მცად არის იმისთვის, რომ სამგლოვიარო ლიტურგია დაიწყოს. სულ რამდენიმე წუთის წინ აქ მოვიდა მეუფე შიო მუჯირი პატრიარქმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში დაასახელა მისი ტახტის მოსაყდრეთ. სულ ცოტა ხანში დაიწყება სამგლოვიარო ლიტურგია, რომელსაც აღავლენს მეუფე შიო სინოდის წევრებთან და იმ სტუმრებთან ერთად, რომლებიც საგანგებოდ დღევანდელ დღეს იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგონ. სამების საკათედრო ტაძრის ეზო სავსე არის ხალხით. ნაწილმა მთელი ღამე გაათენა სამების მიმდებარე ტერიტორიაზე. ნაწილმა 6 საათიდან დაიწყო შეკრება. აქ იციან, რომ ვერ შეძლებენ დღეს სამების საკათედრო ტაძარში უშუალოდ შესვლას, თუმცა უნდათ რომ უკანასკნელად ნახონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. აქ უკვე გაისმა ზარების ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წუთში დაიწყება წირვა. გეტყვით, რომ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დამონტაჟებული არის ეკრანები, ხმის გამაძლიერებლები, რადგან ვინც მოახერხა სამების ეზოში შემოსვლა, ნახოს საკუთარი თვალით ამ ისტორიულ დღეს ყველაფერი, რაც მოხდება ტაძრის ეზოში. ჩვენ ახლა გაჩვენებთ აქ ხალხს, რომლებიც აქ არიან შეკრებილი, აქ დგას, რა თქმა უნდა, საპატიო ყარაული, დროშებით, მოქალაქეები აქ მოდიან იმისთვის, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც მათთვის იყო ნუგეშის მცემელი, მათი იმედი, იხსენებენ და ყველას უჭირს ცრემლების გარეშე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გახსენება. მეხუთე დღეა მთელს ქვეყანაში და განსაკუთრებით აქ იგრძნობა საერთო გლოვა, საერთო ტკივილი და ამავდროულად დიდი მადლიერება. ჩემი შვილის ნაწილია, წუხილი ჩამოვედით, დაგვათენდა თავზე და იმედია შეგვიშვებენ. საიდან ჩამოვედით? ასპინძის რაიონიდან ვართ. გავაცილებთ პატრიარქს ბოლო გზაზე. მინდა რომ მივაგოთ პატივი. ძალიან გული გვეთკინა და დალოცოს სრულიად საქართველოს პატრიარქმა. დღეს გერმანიიდან ჩამოვედი. ვიცოდი რომ შიგნით ვერ მოვხვდებოდი, მაგრამ ჩემი მიზანი და სურვილი მაინც იყო რა ყოფილიყო. მადლობა მინდა ქართულ ხალხს უთხრა, მადლობა პატრიარქს, მადლობა ღმერთს, ნამდვილად და მინდა რომ ასე გაგრძელდეს ერთობა იყოს ყოველთვის მთლიან საქართველოში. მთელი საქართველოს შეკრება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. სიტყვები მე მგონი არ მყოფნის ამ ყველაფრისთვის, რაც მას საქართველოსთვის კი არა, ბევრი სხვა ქვეყნისთვის გაუკეთებია. და ამ ისტორიულ ფაქტს ვესწრები, როდესაც მსოფლიო პატრიარქიც დაესწრება და დაგლოცავს ჩვენ. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ამ ყველაფერმა გაგვაერთიანოს და მშვიდობა იყოს ქვეყანაზე. ქართველმა ერმა დაკარგა ძალიან დიდი მამა, ერის ჭირისუფალი, ქართველი ერი გაიხლიჩა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო და განვიცდიდი. და დღეს რომ ხედავ და ეს დღეები თუ ტელევიზია თუ აქ ვიყავი კიდე ხუთშაბათსაც და ასე გამთლიანებულერსა და ბერს ეს მახარებს და იმედი მაქვს რომ საქართველოს უდამ იქნება, გადარჩება. დღეს სიტყვები მართლა უძლურია. აზრი დაეკარგა თითოეულ სიტყვას, მხოლოდ სიყვარულის გამოხატვა და შენდობის თხოვნა, ხშირად ურჩობისთვის, ხშირად ფიცხობისთვის ალბათ და უჯერებლობისთვის, რომ არ ვუსმენდით ისე როგორც უნდა მოგვესმინა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დაგვრჩა მისი ეპისტოლეები, 1000 ჩანაწერი 6 საათიდან. ოჯახთან ერთად მოყვებით? შულებთან ერთად, ნათლულებთან ერთად. პატრიარქი ყველა ქართველისთვის არის განსაკუთრებული ადამიანი, ჩემთვის კიდე ასმაგად განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩემი შვილის ნათლია, ტრაგიკული ამბავია, მაგრამ თან დიდი სიამაყის და სიხარულის რაღაცნაირი განცდა გვაქვს ყველას ნამდვილად.
სწორედ ხალხის ასეთი სიყვარული ამბობს მთავარ ილია მეორეზე, რომ მისი ცხოვრება ეკლესიას ერს და ქვეყანას ეკუთვნოდა. დღეს მხოლოდ დამშვიდობების დღე არ არის, დღეს არის ისტორიული დღე, შესაბამისად ყველას უჭირს საუბარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე, განსაკუთრებით უჭირს საუბარი სასულიერო პირებს, რა თქმა უნდა, უამრავი სასულიერო პირი არის მოსული, ყველა ეპარქიიდან არიან ჩამოსული თბილისში და მოსულები არიან სწორედ სამების საკათედრო ტაძარში, იმისთვის რომ მათ კონდეთ შესაძლებლობა უკანასკნელად ნახონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, კაცი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა სოფელში ყოფილიყო ეკლესია, მათთვის ძნელია ისაუბრონ ილია მეორეზე წარსულში, ადამიანზე, რომელიც 10 წლეულობის განმავლობაში იყო სიმშვიდის, რწმენის განსახიერება და სულიერი გამაერთიანებელი ერის. ამას ამბობენ სწორედ სასულიერო პირები, რომლებთანაც ჩვენ გვქონდა დღეს გასაუბრების შესაძლებლობა. აქ შეკრებილი თითოეული ადამიანი თავისებურად ემშვიდობება პატრიარქს, ზოგი ლოცვით, ზოგი დუმილით, ზოგი ცრემლებით და ხშირ შემთხვევაში ეს დუმილი ყველაზე ბევრს ამბობს სწორედ დღევანდელ დღეს. ეს არის გლოვა, დავკარგეთ ერის მამა და ერი დაობდა. ჩვენ უბლები ვართ დღეს. პატრონო ვარ, მაგრამ მაინც კიდე დავკარგე ერთი სულიერი მამა. უსამძიმრებ წმინდა სინოდს, უსამძიმრებ მოსალყე შიოს და მეუფე დიმიტრის. ეს ძმისშვილს. პატრიარქს გავყურებ და პატრიარქი არის იყო ცოცხალი წმინდანი. ვისაც შეეხებოდა და ვით შეეხებოდა, ის განიკუნებოდა. ესე მიყვარს ჩემი პატრიარქი დღემდე. ჩვენ 47 წელი მორჩილებაში ვარ. ეს ჩვენ ვაცლებთ ჩვენს უდიდეს პატრიარქს. ამაზე მეტყველებს ის ერთობა, რაც ამ დღეებში გამოჩნდა და მადლობა ღმერთს, რომ მის ეპოქაში ცხოვრობდით. ბევრის ნათლია არის, ერთთან ქონდა ურთიერთობა მას და ის არის სასიხარულო, რომ დღეს ყველა გაერთიანებულია. პოზიცია, ერი, ვერი, ეს საათობით დგომა, მოხუცია, ჩვილია თუ ახალგაზრდა და სასიხარულო ის არის, რომ ბავშვებით გაიან კიდე ამ რიგებში და ვერთმა ყველა შეუწიროს. 59 წლის განმავლობაში ჩვენო პატრიარქმა სასწაული შეძლო, ის რაც იყო 1977 წელს და რაც ახლა დატოვა, ამას ენა ვერ აღწევს. ამაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, რაც გააკეთა მან ჩვენთვის და ერთი რა მინდა უსურო ჩემთავს და თითოეულ ჩვენთაგანს, რასაც ის მოგვიწოდებდა სიყვარულისკენ, ერთობისკენ, თავმდაბლობისკენ, ღმერთთან, ქართველო ერთად ღვთისაკენ, ეს იყო მისი მოწოდება და ჩვენი სიყვარული აიმით უნდა დავამტკიცოთ. როგორც დიდი მწუხარება არის დღეს ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად კაცობრიობაში, ასეთი დიდი სიხარულიც არის, რომ ჩვენ შევიძინეთ უდიდესი მეოხი ზეციურ საქართველოში და როგორც აქედან გვეხმარებოდა და ლოცულობდა ჩვენთვის 10 ჯერ მეტად უკეთესად დაგულოცავს იგი იქიდან და მადლობა მას, მადლობა იმისთვის, რაც აი ეს დღეებია უყურებთ, ხალხი როგორი ერთიანი არის და როგორი მოთმინებით ელოდა, რომ მისი სახე, მისი წმინდა სხეული დაენახა. სამების საკათედრო ტაძარში დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორესთვის უკანასკნელი დილა და უკანასკნელი წირვა იქნება, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება, რომელსაც მეუფე შიო აღავლენს. სწორედ აქ მყოფ სინოდის წევრებთან ერთად წუთი-წუთზე დაიწყება სწორედ წირვა. ამის შემდეგ კი უკვე ცნობილი არის, რომ 11 საათზე საქართველოში მსოფლიო პატრიარქი ჩამობრძანდება დაახლოებით 12:30-ისთვის. ელოდები ამას სამების საკათედრო ტაძარში წესის აგებას სწორედ მსოფლიო პატრიარქი შეასრულებს. ამის შემდეგ დაგეგმილი არის სიტყვით გამოსვლები. პირველი მიმართავს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს და სრულიად საქართველოს მსოფლიო პატრიარქი, შემდეგ მეუფე შიო მუჯირი, ამის შემდეგ მიმართავს მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოება, შემდეგ ირაკლი კობახიძე, ამის შემდეგ კი ბოლო გამოსვლელი იქნება შალვა პაპუაშვილი. მოკლედ ასეთი არის ვითარება სამების საკათედრო ტაძარში. მე გეტყვით, რომ გადასვენება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამების საკათედრო ტაძრიდან სავარაუდოდ 3 საათისთვის დაიწყება.